მე ვარ სელენა ბუხაიძე, წარმოშობით ვარ ქუთაისიდან. მამით ვარ ქუთაისელი, დედით ვარ ვანელი. მე ყველაფრით გავარ დედის მხარეს. ვანელებს გავარ, განსაკუთრებით ჩემი ენით და ჩემი იუმორით. არა, ახლა ვიტყუები ვანელები დიდად იუმორით არ გამეირჩევიან. არა, იუმორით ვგავარ ქუთაისლებს და წყევლით ვგავარ ვანელებს. საკმაოდ ტრამული ბავშვობა მქონდა. გაჭირვებაზე, ძალადობაზე აღარ ვისაუბრებ საკუთარ იდენტობაზე. თუ რამდენად გაურკვევლობაში ვიყავ, გეი რა იყო, ტრანსგენდერი ადამიანი რა იყო, მე წარმოდგენაც კი არ მქონდა. მე არ ვიცოდი საერთოდ რატომ მიზიდავდა ბიჭები. რატომ მინდოდა რომ მქონდა გრძელი თმა, რატომ მინდოდა რომ თმოდა კაბა. ვიცოდი რომ ბიჭი ვიყავი, მაგრამ რატომ მინდოდა რომ ყოფილიყავი გოგო, ვერ ხვდებოდი ამას. და ამის გამო ვიტანჯებოდი საკმაოდ პატარა ასაკიდან. რაც უფრო დრო გადიოდა გარეტეხის ასაკში, უფრო რთული იყო ჩემთვის ამ გაუგებრობაში ყოფნა. მეგონა თუ მარტო მე ვიყავ მთელ მსოფლიოში ასეთი. და ვოცნებობდი რომ ნეტა თუ არსებობს ჩემნაირი ვინმე რომ მყავდეს ასეთი მეგობარი, ისეთი როგორიც მე ვარ. 18 წელს რო გავხდი, წავედი თურქეთში სამუშაოდ. ფაქტიურად გადავედი საცხოვრებლად. ერთ დღესაც ხედავთ განან ლამაზად, სექსუალურად ჩაცმული გოგოები. ამ ჩემ მეგობარს ვეკითხები, მეთქი ესენი ვინ არიან? და მე ვამბობ, რომ ტრანსები არიან. მომინდა მივსულიყავი და იქ აი არ ვიცი, ყველას ჩავხუტებოდი, რაღაცეები გამომეკითხა. მეორე შაბათს მე მარტო წამოვედი. გავიცანი კიდეც, დაუმეგობრდი კიდეც, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე. იქ სხვათაშორის ქართველი ტრანსგენდერი ქალებიც გავიცანი, ერთ-ერთი მარია, ჩემი მეგობარი, რომელმაც მე დაგვეხმარა. 4 წლის წინ მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ახალი ცხოვრება. ჩვენთვის იმ დროს საქართველოში ცხოვრება იმდენად რთული იყო, რომ თავის გატანაც კი გვიჭირდა ბოლოს, მახსოვს, კოვიდის დროზე მაქვს საუბარი. ამიტომ დავიწყეთ ძიება, სად შეიძლებოდა მოგვეთხოვა თავშესაფარი. ისეთ ქვეყანაში, სადაც ვიქნებოდით საზოგადოების ნაწილი და არ რაღაც გარიყული ცალკე თემი. საფრთხის შეგრძნება საქართველოში, როდესაც გავდიოდი ქუჩაში, ყოველთვის მქონდა. ყოველთვის. სხვაობა არის ძალიან დიდი. მე აქ თავისუფლად დავდივარ ტრანსპორტით, თავისუფლად შევდივარ ყველგან, არ მეშინია თუნდაც კაფეში დავჯდე და ყავა დავლიო. იმიტომ რომ ვიცი რომ ვიღაც არ მოვა და არ მეტყვის რომ თქვენ ვერ მოგემსახურებით ან რესტორანში, რაც ხდება საქართველოში ესეთ შემთხვევები. თავს გრძნობ ადამიანად, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეკცევა ისე როგორც ჩვეულებრივ რიგით ადამიანს, რაც საქართველოში მოკლებული ვიყავი. ჩემი დიდი სურვილი და გეგმა არის ვისწავლო ფრანგული ენა. სანამ ფრანგულ ენას არ ვისწავლი, მანამდე ვფიქრობ, რომ ვერ ვინტეგრირდები ბოლომდე. კიდე მაქვს სურვილი, რომ სადაც მუშაობ, იქ გავაგრძელო მუშაობა. დამლაგებლად მუშაობ, საერთოდ არ მწვენია. სხვათაშორის ძალიან ბევრმა დამიწერა ცოტა ისეთი კომენტარები, არ არის ვალდებული, ყველა ოფისში იჯდეს და ყველა დირექტორი იყოს. ჩემი გეგმა არის კიდე მივიღო მოქალაქეობა ბელგიის აუცილებლად და ვესტუმრო საქართველოს, იმიტომ რომ უზომოდ მენატრება ყველაფერი აბსოლუტურად. პირველ რიგში საქართველოში რო ჩავალ, აუცილებლად უნდა ვნახო ბებია ჩემი. ჩემი ოცნება არის რომ ვნახო გომის მთა. თავიდან გადმოვწერე TikTok-ი, ვერ გავუგი წავშალე. კოვიდის დროს ისევ გადმოვწერე და დავიწყე ვიდეოების დადება, ოღონდ აი story სტილში ვდებდი ვიდეოებს და ვიღაცები მიწერდნენ ძალიან ცუდ კომენტარებს. ერთხელაც ახლა ვხედავდი, რომ სხვები ცემდნენ ესე პასუხს კომენტარებს და მეც რაღაცა მეთქი მოდი, მეც გავცემ პასუხს და ჩავწერე ვიდეო. თუ არ იცის,
შეხედი, რაფერ მიხვდა, ვინ ხარ, ამნაირ შერლოკ ჰოლმსი. უცებ ჩემი ვიდეო გავარდა რამოდენიმე 1000 ნახვაზე. და შემდეგ მეორე კომენტარს გავეცი პასუხი. ეს მეორე ვიდეო სასაცილო აღმოჩნდა და ისედაც მე მთელი ცხოვრება არის მიყვარს ხუმრობა და რატომაც არა ძალიან ბევრი ადამიანი რომელსაც ვეზიზღებოდი თავიდან დღეს გულშემატკივრობენ, იმიტომ რომ მათ მე დავანახე რომ ჩვენ არა ვართ ცუდი ადამიანები და ჩვენც ისეთივე ადამიანები ვართ როგორც არიან ისინი და ვფიქრობ რომ ოდნავ მაინც მათ წარმოდგენა შევაცვლევია ჩვენზე ტრანსგენდერ ადამიანებზე, რაც ყველაზე მეტად მიხარია. მეც შეძლების დაგვარად ვცდილობ რომ გავცე სითბო და გავცე პოზიტივი, იმიტომ რომ დღეს ყველას გვჭირდება პოზიტივი, თუნდაც რამოდენიმე წამით მოუგვარო მათ ღიმილი სახეზე ხალხის ამ სიყვარულმა მე საკმაოდ შემცვალა. ძალიან შემცვალა. ადრე მაგალითად ყველას და ყველაფერზე გაბრაზებული ვიყავი. იმიტომ რომ მე სითბოს ვერავისგან ვერ ვხედავდი, მხოლოდ აგრესიას ქუჩაში. მხოლოდ ცუდ კომენტარებს Facebook-ზე, თუნდაც თავიდან TikTok-ში. შემდეგ ეს სითბო და სიყვარული რომ დავინახე, მივხვდი რომ ყველა ცუდი არ არის. და ძალიან ბევრს აქვს უბრალოდ არასწორი ინფორმაცია ჩვენზე მიწოდებული. არ გვიცნობენ. ჩვენ არავის ოჯახს არ ვეხებით. ერთადერთი ჩვენ რაც გვინდა არის უბრალოდ ვიყოთ საზოგადოების ნაწილი. უბრალოდ ადამიანურ პატივისცემას. უბრალოდ იმას, რომ თავისუფლად მივიღოთ ჩვენს განათლება, თავისუფლად დავსაქმდეთ, თავისუფლად მივიღოთ სამედიცინო მომსახურეობა. ძალიან ბევრი ტრანსგენდერი ქალი დღეს დარჩენილი არის ჰორმონალური თერაპიის გარეშე. ამით რომელიმე ქართველს რა მოემატა, ან ჩემი ჰორმონალური თერაპიით ვის რა აკლდება, ან ჩემი ტრანსგენდერობით ვის რა აკლდება ამ ცხოვრებაში მართლა ვერ ხვდები. ის სიძულვილის კანონი რაც მიიღენ, თითქოს ოჯახებს იცავენ ჩვენგან, ჩემთვის პირადად არის სრული სისულელე. იმიტომ რომ ჩვენ უკანასკნელი ადამიანები ვართ, ვისგანაც შეიძლება დაზარალდეს ქართველი ხალხი. ჩვენ იმაზე მეტად გვიყვარს საქართველო, ვიდრე რომელიმეს წარმოუდგენია.